გამარჯობათ ბავშვებო. აბა შემოუსხედით ეკრანებს და გავიცნოთ ერთმანეთი. მე ყურშა მქვია. თქვენი სახელები კი ჯერ არ ვიცი. მაგრამ იმედია ჩვენ დავმეგობრდებით და გაგიცნოთ. მე ყოველ საღამოს ვიქნები თქვენი სტუმარი. მოგიყვებით ბევრ ზღაპრებს და გითვინებთ მულტფილმებს. მე როცა დავმეგობრდებით, მოგიწევთ ჩვენ სტუდიაში და თქვენ მოუყვებით ბავშვებს ზღაპრებს. ახლა მე მომისმინეთ. დღეს მოგიყვებით ნაცარქექია ზღაპრებს. იყო და არა იყო რა, იყო ერთი რძალმაცი. მადლი საშინელი ზარმაცი და ზურბატანისა იყო. არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სულ ბუხართან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. ამისათვის ნაცარქექია დაარქვეს. ძალიან ეუბნეოდა. კაცო, აქეთ მოდეგ, იქეთ მიდეგ. იმუშავე და ოჯახში რამე შემოიტანე. თორე მე შენი რჩენის თავი არა მაქვს. ბრძანა ვერაფერი ვერ გააჩნდა. მადლი სულ ბუხართან იჯდა და კარში ვერაც გზით ვერ გაიტყუა. აღდგომა დღეს ნაცარქექია ძრის წირვაზე წავიდა. წირვის შემდეგ სახლში რომ დაბრუნდა, ბრძალმა კარი ჩაუკეტა და აღარ შეუშვა. ნაცარქექიამ ბრძალს საგზაოდ ერთი გუდა ნაცარი, სადგისი, ახალი ყველის თხოვა და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ დიდ წყარს კი მიადგა და მეორე ნაპირას უშველებელი დევი დაიარა. დევი წყალს დასწაფებოდა და სვამდა. ნაცარქექიას ძალიან შეეშინდა, მაგრამ რა ექნა? ერთი გზის მეტი არა იცოდა. იმ გზით ისევ შინ ბრძალთან უნდა დაბრუნებულიყო. თუ არა და დევის საუზმე გამხდარიყო. იფიქრა და ბოლოს ეს მოიგონა. აბა გავივლი და მტვერს დავაყენებ. ნაცარქექიამ გუდას სადგისი უჩხვლიდა და რომ გაიარ გამოიარა, დიდი მტვერი დადგა. დევი გაუცდა, შეეშინდა კიდე. ქვა აიღო და გამოზახა. აბა ამ ქვას წყალი გამოადინეო. ნაცარქექიამ უცებ ახალი ყველი ამოიღო. თან დაიხარა, ვითომ ქვა ავიღო, მაგრამ მოუჭირა ხელი, წყალით ქრიალით გამოადინა და დევს შეზახა. აბა აქეთ გამოდი, ხარ შემისვი და წყალს გამიყვანე, ფეხი დასველება არ მინდაო. დევი მაშინვე გამოვიდა. ნაცარქექია მხარზე შეისვა და უთხრა: ოღ, რა ძალიან მსუბუქი ყოფილხარო. ეს იმიტომ, რომ ერთი ხელი ცაზე მაქვს მოკიდებული და თუ ხელი გამუშვი, მაშინ ვეღარც კი დამძრავო. რა კი ეგრეა, აბა დაუშვი ხელიო, უთხრა დევმა. ნაცარქექიამ სადგისი ამოიღო. დევს კისერში ჩაუჭო. დევმა საშინელი ყვირილი მორთო და სთხოვა, ხელი ისე ცისთვის მოეკიდა. როდესაც წყალს გავიგნე, დევმა უთხრა: წამოდი დღესადილად მეწვიო. ნაცარქექია შეეშინდა, მაგრამ რას იზარდა უნდა წაჰყოლოდა დევს სახლში. მხოლოდ რა მოხდა დევის სახლში, თან მოგიყვებით. ახლა კი მულტფილმი ვნახოთ. ბავშვებო, ჩვენი გადაცემა თუ მოგეწონათ, მაშინ მომწერეთ, რომელი ზღაპარი და მულტფილმი გიყვართ. მე შევეცდები თქვენი საყვარელი ფილმები გითხრათ. ჩვენი მისამართია ქარელი, გალობლიშვილის სოლ, ტელეკომპანია თრიალეთი, ზღაპრეს გუდა, ყურშა, ესე იგი მე. ახლა უკვე დილის დროა. დავემშვიდობოთ ერთმანეთს. დილინებიცა ჩემო პატარებო, ნახვამდის.